ბოლო დროს ცოტათი ცნობილი გახდი იმით, რომ ახლა უკვე ცნობილ ტრამპის ცეკვას ასრულებდი. ეს იყო დღე, როცა აიათოლა ხამენეი გაანადგურეს. მინდოდა როგორმე მადლობა გადამეხადა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის. 2 დღის განმავლობაში 50,000-ზე მეტი ადამიანი მოკლა ისლამურმა რეჟიმმა. აშშ-ისა და ისრაელის ჩარევა იყო ერთადერთი, რაც შეგვეძლო დაგხმარებოდა. ყველა ირანელ ადამიანს სურდა, რომ ეს მომხდარიყო. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება Access of Truth-ზე JNS-ში. დღეს ჩემთან ერთად არის მუნე რაჰიმი, ირანელი აქტივისტი, რომელიც ამჟამად სწავლობს შეერთებულ შტატებში, მას შემდეგ რაც ისლამური რესპუბლიკის პირობებში უნივერსიტეტში სწავლობდა. მუნე რაჰიმი ყურადღების ცენტრში მოექცა ირანის ომის დროს თავისი სადღესასწაულო ტრამპის ცეკვით. და ახლა ის შემოგვიერთდა, რათა განვიხილოთ შემდეგი ნაბიჯები რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და გაგვიზიაროს თავისი გამოცდილება ირანში გაზრდის შესახებ. მუნე რაჰიმი, დიდი მადლობა რომ შემოგვიერთდით გადაცემაში. სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა და მადლობა რომ გაგვიზიარეთ თქვენი ისტორიის ნაწილი. ვფიქრობ, ეს მართლაც შესანიშნავი გზაა ჩვენთვის დასაწყებად. ანუ როგორია თქვენი ოჯახის ისტორია? ვიცი რომ ირანში დაიბადეთ და იქ გაიზარდეთ. როგორი იყო ეს გამოცდილება? ვიცი რომ პირადადაც ჰქონდათ შეხება ზნეობის პოლიციასთან. როგორი იყო ეს გამოცდილება ახალგაზრდა ქალისთვის ირანში? პირველ რიგში დიდი მადლობა ემილი, რომ დღეს მიმიცვიეთ. და მოდით გადავიდეთ კითხვებზე. მე ირანში დავიბადე და თითქმის მთელი ცხოვრება იქ გავატარე. შემდეგ კი დაახლოებით 2 წლის წინ ამერიკაში ჩამოვედი, რომ სწავლა გამეგრძელებინა. და ბავშვობიდანვე, მაშინაც კი როცა პატარა ვიყავი, მგონი პირველად სწორედ მაშინ გამოვცადე ეს არის ის. ქვეყანა, სადაც ეხლა ვცხოვრობ. პირველად ეს მაშინ გამოვცადე, როცა ბავშვი ვიყავი, დაახლოებით 6 ან 7 წლის წინ, როცა პირველ კლასში სკოლაში წასვლა მინდოდა. და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მაიძულეს მეტარებინა ჰიჯაბი ან მთლიანად დავფარულიყავი. ძალიან მკაცრად, არა უბრალოდ რაღაცის ჩაცმა. ფორმაში, იმ ფორმებში, ფოტოებში, რომლებსაც თუ სოციალურ ქსელში ნახავთ. ასე მაიძულეს მათი ჩაცმა. მახსოვს, როცა პატარა ვიყავი, ზოგჯერ უარს ვამბობდი ჰიჯაბის ტარებაზე, რომლითაც თმას ვფარავდი. რადგან პირველად რომ იცვამ, ისეთ შეგრძნებაა, თითქოს ზოგჯერ სუნთქვა გიჭირს. განსაკუთრებით, როცა ბავშვი ხარ, 6 ან 7 წლის. მახსოვს, ერთხელ სკოლაში მოვიხსენი. და დირექტორი და სკოლის თანამშრომლები მაშინვე ჩემთან მოვიდნენ. და ცდილობდნენ, რომ დაესაჯათ, ან გაეფრთხილებინათ 7 წლის ბავშვი, დაერწმუნებინათ რენათ, რომ უნდა ჩაეცვა ჰიჯაბი, რომ ეს აუცილებელია. და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ეს გამოვცადე და მივხვდი, რომ არა, ეს ბავშვობაშიც კი სწორად არ მეჩვენებოდა. და შემდეგ მე იმ გარემოში გავიზარდე. ყოველ ჯერზე, როცა გინდა რომ სადმე ოფიციალურ ადგილას დახვიდე. ან არ ვიცი. თუ გინდა რომ მართვის მოწმობა აიღო, გინდა სკოლაში წასვლა, გინდა სადმე წასვლა, მაგალითად პასპორტის აღება, აეროპორტში წასვლა, ჰიჯაბის ტარება აუცილებელია და თუ არ გეცმება, გაგაფრთხილებენ და შემდეგ დაგსჯიან. ან თუ იქ მორალის პოლიცია, დაგაკავებენ. პირველად მორალის პოლიცია მაშინ დამაკავა, როცა უნივერსიტეტში შევედი. მე თეირანის უნივერსიტეტში, ირანში, ჩავაბარე და იმ ტერიტორიაზე, რადგან თეირანის უნივერსიტეტი ცოტა პოლიტიკურია, სტუდენტები იქ როცა რაღაც ხდება, ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად, არ ჩუმდებიან, გამოდიან, აპროტესტებენ და ასე შემდეგ. ამიტომ იმ ტერიტორიაზე, თეირანის უნივერსიტეტის გარშემო, მორალის პოლიცია ბევრია. ასე რომ პირველად მორალის პოლიციამ დამიჭირა. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი კოჭი, ანუ კანის ნაწილი, კოჭზე ოდნავ ჩანდა. ეს სიგიჟეა. სრულიად დაფარული ვიყავი. მქონდა შარფი და ყველაფერი თმა დაფარული მქონდა, უბრალოდ ჩემი კოჭის კანი ჩანდა. და ამის გამო დამაკავეს. შემდეგ ძალით ჩამსვეს იმ მიკროავტობუსებში და მემუქრებოდნენ. მეუბნებოდნენ, თუ არ ჩაჯდები გცემთ, ამას გაგიკეთებთ, იმას გაგიკეთებთ. შემდეგ ძალით ჩამსვეს იმ მიკროავტობუსში.
როცა შევედი დავინახე სხვა გოგოებიც, რომლებიც ძლიერ ტიროდნენ. ვიფიქრე, ღმერთო, რა ხდება? ეს იყო ჩემი პირველი შემთხვევა. თუმცა მორალის პოლიციას კიდევ რამდენჯერმე დაუჭერი ვარ. მაგრამ პირველი შემთხვევა ჩემთვის უბრალოდ შოკი იყო, რადგან მართლა არ ვიცოდი, როგორი გარემო დამხვდებოდა იქ. და მერე ისინი, იმ ქალებს წაიყვანეს რაღაც ორგანიზაციაში, იმ დაწესებულებებში, რაც აქვთ. და პირველი რაც გააკეთეს იყო ის, რომ ტელეფონები წაგვართვეს. იმისთვის, რომ ჩვენ ვერ შეგვძლებოდა იმ გარემოს გადაღება ან ჩაწერა. ხო, ასე რომ ტელეფონი წამართვეს და შემდეგ დაიწყეს ჩემი დაშინება, ასევე იმ ქალების დაშინება, ვინც იმ ადგილას იყო. რას ხედავდი, რით გემუქრებოდნენ, რას აკეთებდნენ სხვა ახალგაზრდა ქალებთან, ვინც მსგავს სიტუაციაში იყო? დიახ, ხო. იმიტომ რომ ეს იყო ჩემი პირველი შემთხვევა, პირველად მივედი ასეთ ადგილებში. არ გავწინააღმდეგები ვარ, როცა მეუბნებოდნენ, შედი იქ, გააკეთე ეს და ის, უბრალოდ ვაკეთებდი. წინააღმდეგობის გარეშე. მაგრამ მახსოვს ნახე ქალები, რომლებიც წინააღმდეგობას უწევდნენ და მათ ძალით აიძულებდნენ. ისე როგორც ძალით შეჰყავდათ ის ქალები იმ ადგილებში. და მახსოვს ზოგიერთ მათგანს რაღაც ეჭირა, არ ვიცი რა ქვია ამას. მაგრამ ამით სცემდნენ ქალებს და უბრალოდ ძალით შეჰყავდათ ისინი მიკროავტობუსში, შემდეგ კი იმ ადგილებში. იმ შენობაში, სადაც შეგვიყვანეს, ძალიან ბევრი გოგო ძლიერ ტიროდა შიგნით და მერე დაგვემუქრნენ. თუ ამას არ გააკეთებ, თუ იმას არ გააკეთებ, ციხეში ჩაგსვამ, ციხეში გაგიშვებთ. ასე ემუქრებოდნენ ყველა იმ გოგოს. და ასე რომ მე თავიანთი ტელეფონი მათხოვეს და მაშინვე დაურეკე ჩემს მშობლებს. შემდეგ ისინი მოვიდნენ. და მე მახსოვს, რომ მათ რაღაცა მსგავსი გირაო, ან რაღაცა მსგავსი გადაიხადეს, რომ დამხმარებოდნენ, რომ როგორმე გავთავისუფლებულიყავი. და მითხრეს, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ პირველად იყო. ასე რომ არ ყოფილიყო შენი პირველი შემთხვევა, არ გაგიშვებდით, მაგრამ რადგან ეს შენი პირველი შემთხვევაა, გაგიშვებთ. ამის შემდეგ ჩემი მშობლები მოვიდნენ და იქ საათობით დარჩი. მახსოვს, დაახლოებით 4-5 საათი იქ ვიყავი. და ისინი ამბობდნენ, რომ ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ შენი პირველი შემთხვევაა და ამიტომ გაგიშვებთ. და მათ ჩემი სურათი გადაიღეს, ასევე გადაიღეს ჩემი კოჭის სურათი, ჩემი კოჭის სურათი. რომ ქონოდათ ჩანაწერი თუ რატო დამაკავეს. ეს უბრალოდ სიგიჟე იყო, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მახსოვს ნახე ფილმები, სადაც დამნაშავეებს უღებენ სურათებს ინფორმაციასთან ერთად და ზუსტად იგივე გამიკეთეს მეც. მხოლოდ იმიტომ, რომ ცოტა კოჭის კანი მქონდა გამოჩენილი და ვფიქრობდი, ღმერთო ჩემო, ეს ხო ისაა, რასაც დამნაშავეებს უკეთებენ. ეს ხო უბრალოდ ქალებს არ უკეთებენ, რომლებიც ცოტას აჩვენებენ კანს ან თმას, როგორც მე. ეს სიგიჟე იყო, მაგრამ ხო, ეს იყო ჩემი გამოცდილება ზნეობის პოლიციასთან. და მინახავს, რომ ისინი ძალიან მკაცრები არიან. თუ ვინმე წინააღმდეგობას გაუწევს, მაგალითად, რაც მასა ამინის დაემართა, ის ვიდეო, რომელიც მასა ამინის შესახებ გავრცელდა, უბრალოდ ჩანს, რომ მან წინააღმდეგობა გაუწია, როცა ზნეობის პოლიცია მას აკავებდა. ამიტომაც დაემართა ეს ყველაფერი მას. რადგან თუ ვინმე წინააღმდეგობას გაუწევს, მათ სცემენ. და სწორედ ასე სცემეს მასა ამინისაც. შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და ბოლოს ზნეობის პოლიციის გამო გარდაიცვალა. რამდენად დიდ გავლენას ახდენს ეს კულტურა თქვენს თელ ცხოვრებაზე, როცა ირანში იზრდებოდით? ანუ რამდენად ჩართულია რელიგიური ინდოინდოქტრინაცია? გაქვთ რაიმე გზა, რომ ამ ყველაფერს გვერდი ავუაროთ საზოგადოებაში? თუ როგორია ეს, ან როგორია იქ გაზრდა ამ ყველაფერთან ერთად? ყოვლის მომცველი ისლამისტური გავლენის პირობებში. კი ბატონო. როგორც ქალი, განსაკუთრებით როგორც ქალი, რომელიც ძალიან ბევრს განიცდის ამ რელიგიის გავლენას, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ თანასწორები, ქალები და კაცები შარიათის კანონით არ არიან თანასწორები. მაგალითად, ირანში ქალებს არ შეუძლიათ სტადიონზე წასვლა. არ შეუძლიათ კენჭი იყარონ პრეზიდენტობაზე ან სხვა მაღალ თანამდებობაზე.
და მათ არ შეუძლიათ ბევრი ის რამის გაკეთება, რაც კაცებს შეუძლიათ, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქალები არიან. და როცა ირანში ვიზრდებოდი, ნელ-ნელა მივხვდი ამას და ვფიქრობდი, კარგი. თითოეულ წელს, რაც ირანში ვიყავი, განსაკუთრებით ბოლო 4-5 წელი, როცა ირანში ვცხოვრობდი. მართლაც მივხვდი, რომ ეს არ არის ის, რაშიც შემიძლია ვიცხოვრო ესეთ სიტუაციაში. ამიტომაც ეს იყო მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე, რომ დამეტოვებინა ეს ქვეყანა. რადგან ვიცოდი, რომ ჩემში არის ესეთი სული, რომ თუ დავინახავ, რომ რაღაცა არასწორია, აუცილებლად ვიტყვი ამას. აუცილებლად გავაკრიტიკებ და აუცილებლად გამომოვხატავ პროტესტს ამის წინააღმდეგ. და ბევრ პროტესტში ვიყავი. ნახე, როგორ დააკავეს ჩემი მეგობრები და ჩასვეს ციხეში. ჩემი მეგობრის მეგობარი გააუპატიურეს ციხეში. როცა გამოვიდა ციხიდან და როცა ვნახე, ის სრულიად სხვა ადამიანი იყო. და მე ვნახე, ვუყურებდი იმ მომენტებს და დავინახე, რომ მან სინამდვილეში სცადა თვითმკვლელობა. ეს ყველაფერი ვნახე. და ზუსტად ვიცი, რომ იმ ქვეყნიდან რომ არ გამოვსულიყავი, არ ვიცი, შეიძლება ცოცხალი აღარ ყოფილიყავი. რადგან იანვარში ირანში ხოცვა-ჟლეტში ხოცვა-ჟლეტა მოხდა. ესეთი გრძნობა მქონდა და მადლობა ღმერთს, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა. მქონდა შანსი, რომ ამერიკაში ჩამოსულიყავი და სწავლა გამეგრძელებინა ამ დიდებულ ქვეყანაში. ამან მომცა ყველა შესაძლებლობა, შანსი და თავისუფლება, რასაც ყოველთვის ვითხოვდი, როგორც ჩემთვის, ისე ჩემი ხალხისთვის ირანში. და სწორედ ამიტომ ვცდილობ მუდმივად ვიყო აქტიური, ვიყო ირანში მყოფი ირანელების ხმა. განსაკუთრებით იმის გამო, რომ მათ ინტერნეტი არ აქვთ. უკვე დაახლოებით 40 დღეა, არ ვიცი, 47 შეიძლება 5 კვირაზე მეტიც კი, რაც ირანში ხალხს ინტერნეტზე ცდომა არ აქვს. აი ეს არის ჩემი мотиваცია ვიყო იმ ადამიანების ხმა, ვინც ირანშია. მინდა კითხოთ, თქვენ ცოტა ხნის წინ გახდით ცნობილი იმ უკვე ცნობილ ტრამპის ცეკვის შესრულებით. შეგიძლიათ ცოტა რამ გვიამბოთ ამაზე? ანუ რა მოხდა და რატო უჭერთ თქვენ, როგორც ირანელი, ომს მხარს? ქონიათ ამის გამო ნეგატიური რეაქციები და თუ კი ვისგან? ხო, იმ ცეკვასთან დაკავშირებით მართლა არ ველოდი, რომ ასე ვირუსულად გავრცელდებოდა. ვიცოდი, რომ შეიძლებოდა ცოტა ყურადღება მიექცია, ნახვები აეღო და სოციალურ მედიაში გამოეწვია ინტერესი, რადგან ეს საკმაოდ თამამი ნაბიჯი იყო. მაგრამ არ ველოდი, რომ ესე ვირუსულად გავრცელდებოდა. მიზეზი, რატომაც ეს გავაკეთე, ის იყო, რომ იმ დღეს აშშ-მ აიათოლა ხომეინი გაანეიტრალა. და ეს იყო დღე, რომელიც მთელი ცხოვრება ჩემი ოცნება იყო. და ყოველთვის ფიქრობდი, რომ თუ 6 თვის წინ კითხავდი, ვიტყოდი, კარგი, შეიძლება ვერასდროს ვნახო დღე, როცა აიათოლა ხომეინი განეიტრალდება. შეიძლება. სხვა ცხოვრებაში არ ვიცი, რადგან ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს ადამიანი განეიტრალდებოდა. და როცა ეს მოხდა, ძალიან ავღელდი. ისეთი გრძნობა იყო, არ ვიცი როგორ ავხსნა, რადგან შეუძლებელია იმ გრძნობის აღწერა, იმიტომ რომ ეს იყო ჩემი ცხოვრების ოცნება. ამიტომ, როცა ეს მოხდა და ეს უბრალოდ იმიტომ იყო. აშშ-სა და ისრაელის ერთობლივი ჩარევით. და მინდოდა როგორმე მადლობა გადამეხადა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის. ამიტომ ფავში მომივიდა იდეა YMCA-ის ცეკვის მსგავსად მეცეკვა. და მე უბრალოდ გავაკეთე ეს. და ეს მაშინ გავაკეთე, როცა Uber-ს ველოდებოდი. მე და ჩემი მეგობარი გარეთ მივდიოდით, რომ აიათოლა ხომეინის განეიტრალება გვეზეიმა. და Uber-ს ველოდებოდი, რომელიც დაახლოებით 15 წუთში მოვიდოდა. და ეს იყო მიზეზი. ვფიქრობდი, რა შემეძლო გამეკეთებინა ამ 15 წუთში. უბრალოდ ჩავწერე ეს, ავტვირთე და წავედი მეგობრებთან ერთად აღსანიშნავად. შემდეგ კი ტელეფონი გამორთე.
და რამდენიმე საათის შემდეგ, როცა ტელეფონი ამოვლიღე და სოციალურ ქსელებს შევამოწმე, ნახე, რომ ის ვიდეო მთელ ინტერნეტში გავრცელდა. ეს უბრალოდ სიგიჟე იყო. ხო, ეს იყო ჩემი გრძნობა. და მჯერა, რადგან ვხედავ, რომ ჩემი ყველა მეგობარი, ყველა ადამიანი ჩემს გარშემო, ირანის გარეთაც კი, იმ დღეს იგივე გრძნობა გქონდა. და ვიცი, რომ ირანში, რადგან მილიონობით ადამიანი იყო 8 და 9 იანვარს პროტესტზე გამოვიდნენ და ყველას ეს სურდა. აიათოლა ხომეინის წასვლა სურდათ, თავისუფლებას და ელემენტარულ ადამიანურ უფლებებს ითხოვდნენ, ასევე სკანდირებდნენ ჩვენი მომავალი თავისუფალი ირანის ლიდერის პრინცესა ფეჰლავის სახელზე. ასე რომ ზუსტად ვიცი, რომ ყველა ირანელს ეს სურდა, რადგან მათ უნდოდათ, რომ ასე შიშუ და ისრაელი ჩარეულიყვნენ ამ სიტუაციაში. იმიტომ რომ უკვე ძალიან დავიღალეთ, ძალიან გვბეზრდება ეს მთავრობა, ეს ისლამური რეჟიმი ირანში და ჩვენ ყველაფერი ვცადეთ. თქვენ ნახეთ, მილიონობით ადამიანი იყო ქუჩაში, ცარიელი ხელებით. ყველა მათგანი, თითოეული ადამიანი, ვინც ქუჩაში გამოვიდა, ზუსტად იცოდა, რომ შეიძლებოდა ცოცხალი აღარ დაბრუნებულიყო, მაგრამ მაინც გააკეთეს ეს. რატო? იმიტომ რომ უკვე ძალიან დავიღალეთ. ჩვენ დავიღალეთ ამ მთავრობით, ამ ისლამური რეჟიმით. და უბრალოდ გვინდა, რომ ეს რეჟიმი წავიდეს. და ASEAN-სა და ისრაელის ჩარევა ერთადერთი იყო, რაც შეიძლებოდა დაგხმარებოდა, რადგან ჩვენ ყველაფერი ვცადეთ. 2 დღეში 50,000-ზე მეტი ადამიანი მოკლა ისლამურმა რეჟიმმა. ასე რომ ჩვენ ძალიან ვეცადეთ ამისთვის. და მთელი თვის განმავლობაში 8 და 9 იანვრიდან მოყოლებული, ყველა ადამიანი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, მუდმივად თხოვდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჩარეულიყო სიტუაციაში. შემდეგ ის გზავნიდა შეტყობინებებს, რომ დახმარება გზაშია და მსგავსი რამეები, რაც ირანის ხალხს იმედს აძლევდა. და ყველა ადამიანი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, სკანდირებდა. ჩვენ ირანელები დიასპორაში მუდმივად ვაპროტესტებდით და მთელ თვეში პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვითხოვდით, რომ ჩარეულიყო სიტუაციაში. და ბოლოს მან ეს გააკეთა, რადგან ჩვენ ირანელებმა ვიცით, რომ როცა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამეს ამბობს, აუცილებლად ასრულებს. და ეს მოხდა. და მე და ყველა ირანელი, როცა ეს ჩარევა დაიწყო, ჩვენ ზეიმი დავიწყეთ. როგორც ხედავთ, ის ვიდეოები, რომლებიც ირანიდან გამოდის, ხალხი ქუჩაშია, მაშინაც კი როცა ფონზე ბომბებია. ფონზე ბომბავენ ირანის რევოლუციური გვარდიისა და ისლამური რეჟიმის ობიექტებს, ხალხი კი ქუჩაშია, ზეიმობს, ცეკვავს, მღერის. ისინი ძალიან ბედნიერები არიან. არის კადრები, არის ვიდეოები, სადაც როგორც კი ბომბები შეწყდება, ხალხი მოწყენილია. ვიდეოში ამბობენ: გთხოვთ პრეზიდენტო დონალდ ტრამპო, ბიბი ნეთანიაჰუ, გთხოვთ გააგრძელეთ დაბომბვა, ნუ შეთყვეთ დაბომბვას. არ წახვიდეთ, რადგან თუ ეს რეჟიმი დარჩება ხელისუფლებაში, ისინი კიდევ ერთ მასაკრს მოაწყობენ. როგორც ჩვევიათ, ბევრ ადამიანს სიკვდილით დასჯიან. მაგალითად, 2026 წლის პირველ 2 თვეში მათ სიკვდილით დასაჯეს 900-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის ბავშვები. 18-19 წლის ადამიანები, მოზარდები, სრულიად უდანაშაულო ადამიანები. მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქუჩაში გამოვიდნენ და მხოლოდ იმიტომ, რომ თავისუფლებასა და ელემენტარულ ადამიანის უფლებებს ითხოვდნენ. ეხლა მუნე, ვიცი, რომ ამ ომის დროს ტრაგიკულად დაკარგე ბიძაშვილი. რას გრძნობა ამის გამო? შეცვალა ამან შენი დამოკიდებულება ომის მიმართ. შეცვალე შენი აზრი ამ ომის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. და რატო? ან რატომ არა? რაც შეეხება ჩემს ბიძაშვილს, დეტალებში ვერ შევალ, რადგან ისლამური რეჟიმი უკვე მემუქრება და არ მინდა, რომ იგივე დამემართოს. ჩემი ოჯახის და ნათესავების ნაწილი, რომლებიც ჯერ კიდევ ირანში ცხოვრობენ, ზეწოლის ქვეშ არიან. ამიტომ ვერ ვასაჯაროებ ინფორმაციას, მაგრამ ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ბიძაშვილი დავკარგე არა ბომბების გამო,
მის გარშემო ბომბები არაფეთქებულა. არაფერი, ახლოსაც კი არა. და ეს ნორუზამდე, სპარსულ ახალ წელამდე მოხდა. და ეს ყველაფერი ისლამური რეჟიმის გამო იყო. და მიზეზი, ისევე როგორც მისი სიკვდილის მიზეზი, 100%-ით ისლამური რეჟიმია. შეგიძლიათ ნახოთ კადრებიც. ისლამური რეჟიმის ძალები ქუჩაში, მათ აქვთ იარაღები, ქუჩაში ფაქტობრივად სამხედრო ტყვიამფრქვევებია. ისინი ირანში ხალხს დასდევენ. და თუ ისინი წინააღმდეგობას უწევენ ან პროტესტს გამოხატავენ, მაშინვე ქუჩაში ესვრიან და კლავენ. ეს არ არის რაღაცა ჩვეულებრივი. და ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ადამიანები განსაკუთრებით დასავლეთში, მემარცხენეები, ომის კრიტიკოსები, მემარცხენე აქტივისტები, ისინი ყოველთვის ცდილობენ უგულებელყონ ის ფაქტი, რომ ეს რეჟიმი საკუთარ ხალხს კლავს. ამ რეჟიმმა ქუჩაში 50,000-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი მოკლა და ამას დღემდე აგრძელებს. როცა ვამბობთ, რომ ვიღაცას სიკვდილით სჯიან, როცა ვამბობთ, რომ ვიღაცას ეს რეჟიმი ქუჩაში კლავს, ისინი ცდილობენ ეს უგულებელქონ. და რაც მე დამემართა, ამას ისინი პროპაგანდისთვის იყენებენ. ჩემი ბიძაშვილი და ზოგი მათგანი იცნობს, ზოგი კი რეჟიმის ხალხია. მათ იციან, რომ მე ვერ გავამჟღავნებ ინფორმაციას, ვერ ვიტყვი სახელს. ვერ ვიტყვი მაგალითად, უბრალოდ გამოვაქვეყნე ჩემი ბიძაშვილის ფოტო და შემდეგ ვთქვა, რაც რეალურად მოხდა. მათ ეს იციან, რადგან მე არ შემიძლია ჩემი ნათესავების სიცოცხლე საფრთხეში ჩავაყენო. და მათ იციან, რომ ამას არ გავაკეთებ. და მათ ჩემზე ეს პროპაგანდა შექმნეს. და ისინი ყველგან სოციალურ მედიაში ავრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს ბომბების გამო ჩემი ბიძაშვილი დავკარგე. არა, როდესაც ის გარდაიცვალა, მის გარშემო საერთოდ არ ყოფილა ბომბები. და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ჩემი ბიძაშვილი დავკარგე, იყო ეს რეჟიმი და სხვა არაფერი. ამ ომის, ამ კონფლიქტის, ამ ეტაპზე, რაც არ უნდა ხდებოდეს ახლა, მინდა კითხოთ, რა სურთ ირანელებს ირანში? და განსხვავდება ეს იმ მოთხოვნებისგან, რასაც დიასპორაში მყოფი ირანელები ითხოვენ. ამჟამად, როცა ეს ცეცხლი შეწყვეტა გამოცხადდა, ირანიდანაც ვიცი, როცა ჩემს მეგობრებსა და ნათესავებს ვესაუბრები, სხვათა შორის მე ვერ ურეკავ მათ. ეს მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ ისინი თავად დამირეკავენ. ინტერნეტი არ არის, ვიდეოზარებიც არ არის, არაფერი, საერთოდ არაფერი. როცა ისინი მირეკავენ და ვეკითხები იქაურ სიტუაციას, ყველა ერთ რამეს მეუბნება, რომ ისინი სევდიანები არიან. ისინი არ არიან ბედნიერები, რომ ცეცხლის შეწყვეტა მოხდა. მათ სურთ ეს გაგრძელდეს. მათ სურთ ეს გაგრძელდეს, მანამ, სანამ ეს რეჟიმი არ წავა. და რა ფასად? მათ არ აინტერესებთ. როგორც ამბობენ, როგორც ჩემი ზოგიერთი მეგობარი ამბობს, მახსოვს ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ მზად ვარ მოვკვდე, მაგრამ მზად ვარ მოვკვდე, როგორც არ უნდა იყოს. მაგრამ ეს რეჟიმი უნდა წავიდეს, რადგან ისინი ძალიან ეშინიათ ამ რეჟიმის. ეს რეჟიმი აშშ-სა და ისრაელისგან იმდენად დამცირებული იყო, რომ თითქოს შურის ძიებას საკუთარ ხალხზე ახორციელებს. სიკვდილით დასჯით, ქუჩაში სამხედრო ავტომატებით, ქუჩაში ადამიანების მოკლით, შიშის გავრცელებით ირანელებში, ირანში. ისინი უბრალოდ შეშფოთებულები არიან იმით, რომ თუ ეს სიტუაცია დაუსრულებლად დარჩება, სურთ რომ აშშ-ის უნდა ისრაელმა დაასრულონ ეს რეჟიმი და არ შეჩერდნენ, სანამ ეს რეჟიმი სრულად არ გაქრება. ეხლა ირანულ დიასპორაში ვხედავთ მცირე ნაწილს, რომლებიც აკრიტიკებენ მემკვიდრე პრინც რეზა ფეხლავის და ამბობენ, რომ მონარქია არ სურთ, მიუხედავად იმისა, რომ თავად ის ამას არ მოითხოვს. რა არის თქვენი გზავნილი მათთვის? რას ფიქრობთ მათ შეხედულებებზე? და რა გინახავთ ირანში ადგილზე ამ საკითხთან დაკავშირებით? თუ ვინ უნდა იყოს შემდეგი ლიდერი? ხო, ემილი, ის ადამიანები, ირანული დიასპორა, ირანის გარეთ, რომლებიც პრინცესა ფაჰლავიზე ესეთ რაღაცებს ამბობენ.
სინამდვილეში რეჟიმის ხალხია. ისინი არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ რეჟიმისგან იღებენ დაფინანსებას, რომ გაავრცელონ პროპაგანდა, ტყუილები და მსგავსი რაღაცები ხალხში. როგორც ნახე, მაგალითად, გრანდის ქრივები, არ ვიცი ეს თუ ნახე, მაგრამ კასემ სულეიმანის ძმისწულის ან დისწულის შვილი, ის სინამდვილეში ისე იქცეოდა, თითქოს ინსტაგრამზე ინფლუენსერი იყო. და შემდეგ ასეთ რაღაცებს ამბობდა. ხო, თუ ამას არ იტყვი, აბა ვინ იტყვის? თუ ყასემ სულეიმანის ძმისწულის შვილი ხარ, მაშინ ყველაფერი გასაგებია. და ამავე ნიმუშს მთელ ირანულ დიასპორაში ხედავ. თითქოს ყველა ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ყველა მათგანი თითქოს ირანში ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის წევრების ნათესავები, მეგობრები, ოჯახის წევრები არიან. ამიტომ ისინი ირანელებს არ წარმოადგენენ. ისინი ირანის მთლიანი მოსახლეობის 5%-ზე ნაკლები არიან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. ის, რაც ჩვენ ნახეთ, იყო ის, რომ მილიონობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, მათი სიცოცხლე საფრთხეში იქნებოდა თუ ქუჩაში გავიდოდნენ, ისინი ქუჩაში გამოვიდნენ საპროტესტოდ, თან მოიტანეს ის დროშა, რომელსაც ფონზე ხედავთ, და მოიტანეს პრინცესა ფაჰლავის სურათი. და უბრალოდ იცოდეთ, რომ ირანში პრინცესა ფაჰლავის ან ყოფილი შახის სურათის ქონა არალეგალურია. და თუ მაგალითად მთავრობა ან რეჟიმის ძალები დადაკავებენ ამ სურათების ქონის გამო, ისინი ციხეში ჩაქსვამენ და მოღალატეს დაგიძახებენ. და როცა ირანში ვინმეს მოღალატეს უწოდებენ, ესეთ ადამიანებს სიკვდილით დასჯას უსჯიან. ამ ადამიანებმა იცოდნენ, რომ თუ პრინცესა ფაჰლავის სურათს ქუჩაში გამოიტანდნენ, რეჟიმის ძალებს შეეძლოთ დაეკავებინათ, ან დაეხოცათ ისინი მხოლოდ ამის გამო. მაგრამ მათ მაინც გააკეთეს ეს. და ეს მთელ მსოფლიოს უგზავნის მესიჯს, რომ ირანში ხალხი მხოლოდ ერთ ადამიანს უჭერს მხარს და მის სახელს სკანდირებს. ეს არის პრინცესა ფაჰლავი. და ჩვენ ირანელები, ჩვენ დიასპორაში მყოფი ირანელები, არაფერი გვაქვს სათქმელი, გარდა იმისა, რომ ვიყოთ ირანში მყოფი ხალხის ხმა, რადგან ამას ჩემს მოვალეობად ვთვლი. და მიუხედავად იმისა, რომ მინდა, რომ პრინცესა ფაჰლავი იყოს ირანის მომავალი ლიდერი, რადგან აბსოლუტურად არ არსებობს სხვა ალტერნატივა, არავინ სხვა. როგორც სხვა ადამიანები ამბობენ, კარგი, ეს შეიძლება იყოს კანდიდატი, ეს შეიძლება იყოს სხვა ალტერნატივა. ყველა ეს ადამიანი დაკავშირებულია ისლამური რეჟიმის ხალხთან. და მათ აქვთ იგივე იდეოლოგია. თუ ისინი აირჩევენ ამ ადამიანებს, იგივე რეჟიმი იქნება. ასე რომ, თუ ისინი აირჩევენ, რეჟიმი არ შეიცვლება. აბსოლუტურად არ არსებობს სხვა ალტერნატივა. აბსოლუტურად არავინ არის, გარდა ფაჰლავის პრინცესისა, ვისაც შიგნითაც და გარეთაც ხალხი სკანდირებს. და ყველა ის ადამიანი, ვინც ამბობს რაღაცებს ფაჰლავის პრინცესაზე, რომ ის ნამდვილი ლიდერი არ არის და მსგავსი რაღაცები, ისინი ყველა დაკავშირებულია რეჟიმის ხალხთან და ყველა თავად რეჟიმის ხალხია. იმისთვის, რომ შეცვალონ ნარატივი, გაავრცელონ პროპაგანდა, ტყუილები და ყალბი ამბები. ამიტომ ისინი არ არიან ის ირანელები, ვინც შეიძლება წარმოადგენდეს ნამდვილ ირანელებს ქვეყნის შიგნით და ებს ქვეყნის შიგნით და გარეთ. ეხლა როგორც ბოლო კითხვას მინდა კითხოთ, თქვენი შთაბეჭდილება იმაზე, თუ როგორ გააშუქა ეს ომი მედიამ, განსაკუთრებით დასავლურმა მედიამ აქამდე. რაც ახლა მითხარით, რასაც ვსაუბრობთ, თითქმის დიამეტრულად ეწინააღმდეგება იმას, რასაც ზოგიერთი წამყვანი მედია ამტკიცებს ირანელების სურვილებზე, მათ გრძნობებზე და იმაზე, რაც ადგილზე ხდება. როგორია თქვენი პასუხი იმაზე, რაც დასავლური მედიის უმრავლესობაში ვიხილეთ? პირველ რიგში უნდა თქვა, რომ ისლამური რეჟიმი ძალიან კარგად ფლობს ნარატივის მართვას. მართლა ასეა, ისინი ბოლო 47 წლის განმავლობაში პროპაგანდის გავრცელებაში იწაფებოდნენ. და მათ ძალიან ბევრი ფული აქვთ, ეს ყველაფერი ირანის რესურსების დამსახურებაა, ამ რესურსებიდან მიღებული ფული, რითაც ყველაფერს აფინანსებენ. ესეთი ბევრი მედია, ესეთი ბევრი ადამიანი, რომლებსაც იყენებენ პროპაგანდის გასავრცელებლად, თითქოს საკუთარი ხალხი ყავდეთ დაქირავებული. ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან მოდიან, მიდიან მედიაში, ან ავრცელებენ ყალბ ამბებს და ტყუილებს. საქმე ისა, ჩვენ ვიცით, რომ მათ ყველა რესურსი აქვთ. მათ აქვთ ყველა
ფული, რომელიც შეუძლიათ დასავლეთს მისცენ და ამასაც აკეთებენ. ის მედია, რომელსაც ხედავთ, ის ამბები, რომლებიც გამოდის, მაგალითად, ყალბი ამბები და ტყუილები, რაც ჩემზეც გააკეთეს, ჩემ შემთხვევაშიც კი, როცა აქ ვამბობ, რომ ჩემ ბიძაშვილი მხოლოდ ისლამური რეჟიმის გამო დავკარგე. და დასავლური მედიის ნაწილი ამბობს, თითქოს ჩემი ბიძაშვილი დაბომბვების გამო დავკარგე. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ფინანსდებიან დასავლეთის მედია საშუალებები, განსაკუთრებით დასავლეთში ისლამური რეჟიმისა და კატარის მიერ. და ყველა ის ქვეყანა, რომლებიც ცდილობენ დაეხმარონ ამ რეჟიმს, ამ სასტიკ რეჟიმს, რომ დარჩეს ხელისუფლებაში. და ეს უბრალოდ სიგიჟეა საყურებლად, განსაკუთრებით ირანელისთვის, რადგან მე ვიცი რა ხდება იქ. ეს უბრალოდ სიგიჟეა და ძალიან მაბრაზებს, რომ დასავლური მედია ავრცელებენ პროპაგანდას, ავრცელებენ ყალბ ამბებს ყველგან. და არიან ადამიანები, რომლებიც იჯერებენ ამას, ანუ ყალბ ამბებს იჯერებენ. და ეს არის ის, რაც ერთდროულად ძალიან მაწუხებს და მაბრაზებს, რადგან ისინი არ იკვლევენ არაფერს. ხალხი ხედავ, უბრალოდ უყურებენ, იყენებენ. და შემდეგ მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით იჯერებენ ყველაფერს. და შემდეგ ცდილობენ იმავე გზაზე იარონ, როგორც ის მედია და საინფორმაციო არხები. და ისინი არ მოდიან რეალურ ირანელებთან, რომ მკითხონ რა ხდება იქ. მენჯერე რომ ნამდვილი და სანდო წყარო იმის გასაგებად რა ხდება ირანში, თავად ირანელები არიან. და თუ ვინმეს უნდა იცოდეს რა ხდება ირანში, უბრალოდ უნდა მივიდეს ირანელთან, კითხოს რა ხდება და თავად გაიგებს. არა იმ მედია საშუალებები, რატომ ყველამ ვიცით, რომ ისინი დაქირავებულები არიან, ფინანსდებიან ისლამური რეჟიმის მიერ, რათა გაავრცელონ ეს ტყუილები და პროპაგანდა. ეხლა მუნე ვიცი რომ თქვი ეს ბოლო კითხვა იყო, მაგრამ კიდევ ერთი მაქვს შენთვის. ვინდა კითხო, რას ფიქრობდი ისრაელზე, როცა იზრდებოდი? რას გასწავლიდნენ? რა არის დღეს შენი თაობისთვის მთავარი კონსენსუსი ამ საკითხზე? ანუ თქვენ რეალურად არ გქონიათ ურთიერთობა ისრაელებთან, გარდა ონლაინ კომუნიკაციისა, სრული იზოლაცია. შენი მთელი ცხოვრება ბევრი სისულელე გასწავლეს ჩვენზე. ასე რომ, რას ფიქრობდი ისრაელზე, როცა იზრდებოდი? მახსოვს, ბავშვობიდანვე, როცა სკოლაში სიარული დავიწყე, აიძულებდნენ ძალიან პატარა მოსწავლეებს ეკვირათ. სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს. სკოლაში ასე იყო. ისინი ასე იქცეოდნენ, აიძულებდნენ ირანში ყველა მოსწავლეს ასე მოქცეულიყო. და ცდილობდნენ ეს ყველაფერი ესწავლებინათ. ისრაელია ის, ვინც თითქოს ომს უნდა შუა აღმოსავლეთში, და სწორედ ისრაელია ის, მაშინ როცა სინამდვილეში ისინი აფინანსებენ ტერორისტებს. მაგალითად, ისლამური რეჟიმი, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პროქსი ტერორიზმისთვის შუა აღმოსავლეთში. ისინი ძალიან ცდილობენ ირანში ხალხის ტვინის გამორეცხვას. მათ ეს ბავშვობიდანვე იწყებენ, მაგრამ ეს უკვე აღარ მუშაობს. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს, მე ირანში დავიბადე და გავიზარდე. ბევრი სხვა ირანელიც არის, ვინც ირანში დაიბადა და გაიზარდა. და მათ აიძულებდნენ ეკვირათ. სიკვდილი ამერიკას და სიკვდილი ისრაელს. მათ აიძულებდნენ, რომ ირანში მასწავლებლებისგან ესწავლებინათ და ტვინი გაერეცხათ. მაგრამ მაინც შედეგი ისეთი არ გამოვიდა, როგორიც ისლამურ რეჟიმს სურდა. ამიტომ ისინი ცდილობენ, მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან პატარა ასაკიდანვე ასწავლონ და ტვინი გამოურეცხონ ადამიანებს. და ამას ყველა მედია საშუალებაში აკეთებენ ირანში. და ეს არის ის, რასაც სამწუხაროდ ამავე ნიმუშს დასავლეთშიც ვხედავ. და ეს არის ის, რაც მართლა ძალიან მაწუხებს. იმიტომ რომ დასავლეთი, მაგალითად აშშ-ში და სხვა ქვეყნები, შესანიშნავი ქვეყნები არიან და ასე არ უნდა იყოს ეს, ანუ ირანისთვის. იმიტომ რომ ყველა დიქტატორი, ყველა ის თავისუფლება, რაც ხალხს წაართვეს და ყველაფერი, რაც ისლამურმა რეჟიმმა საკუთარ ხალხს გაუკეთა, მაგრამ აშშ-ში ან სხვა ქვეყნებში აბსოლუტური თავისუფლებაა ყველასთვის.
რომ აქ ყველამ რეალურად გაიგოს, რა არის რეალობა, რა არის სიმართლე. მაგრამ ისინი ამას არ იყენებენ, ან მანიპულაციის მსხვერპლნი ხდებიან, ან დასავლური მედიის მიერ მოტყუებულნი. და ეს არის ის, რაც მართლა მომწონს. ამასთან ერთად ძალიან ვცდილობ, რომ ირანში მყოფი ირანელების ხმა ვიყო, ასევე ძალიან ვცდილობ, რომ სიმართლე ვთქვა. ის რეალობა, რაც სინამდვილეში ხდება ისრაელთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ჩვენ ირანელები ახლა ძალიან მადლიერები ვართ, რომ ნეთანიაჰუ გვყავს. ნეთანიაჰუმ, ვინც ჩაერია. სიტუაცია და ყველაფერი, რაც ნეთანიაჰუმ გააკეთა და ყველაფერი, რაც ნეთანიაჰუმ თქვა ირანის ხალხზე. ის როგორც იქნა პატივსცემდა კულტურას, ირანულ კულტურას, ირანის ხალხს ძალიან ბევრჯერ და ამისთვის ძალიან მადლიერები ვართ. და ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჩვენ როგორც ირანელებს გვერდით გვყავს ისრაელის ხალხი. და ეს უბრალოდ ძალიან მაბედნიერებს და მეც ასე ვგრძნობ თავს, რადგან ჩვენ თითქოს გვაქვს როგორც გვესმის ერთმანეთის იმ გაგებით, რომ მსოფლიო როგორც ჩანს გვიგულებელყოფს, ფაქტებს არ აქცევს ყურადღებას. ჩვენ ირანელები სოციალურ მედიაში შევდივართ და ვამბობთ. კარგი, 50,000-ზე მეტი ადამიანი მოკლა ისლამურმა რეჟიმმა. და მედიის წარმომადგენლები ამბობენ, მაჩვენებთ მტკიცებულება. რა მტკიცებულება გინდათ? გინდათ რომ წადიყვანოთ იმ ადამიანების საფლავებზე. გინდათ რომ ხელი ჩაგკიდოთ და წაგიყვანოთ იმ ცხედრების სტომრებთან, რომლებიც ირანში იყო. რა მტკიცებულება გინდათ ჩემგან? ეს ყველაფერი სოციალურ მედიაშია და იგივე მოხდა ისრაელის ხალხთანაც. რამდენიმე დღის წინაც კი ხალხი ცდილობდა დამცინებოდა. მათ ამბობდნენ, რომ მე უბრალოდ ვიგონებდი რიცხვებს, ისევე როგორც ისრაელის ხალხი იგონებდა რიცხვებს, რომ 6 მილიონი ადამიანი. მე ვიფიქრე რატო? შენ უბრალოდ ვერ ხედავ რეალობას. რატომ ასე გამეტებით უგულებელყოფ რეალობას, თითქოს გამალებით ცდილობ მის არ დანახვას. და ეს უბრალოდ იმიტომ ხდება, რომ ის სიძულვილი, რომელსაც ისლამური რეჟიმი, ყატარი, ის ქვეყნები ავრცელებენ, ცდილობენ ხალხში სიძულვილი დათესონ ისრაელისა და აშშ-ს მიმართ, განსაკუთრებით ირანში. ეს მათ ისე აბრმავებს, რომ ამ ყველაფერზე თვალებს ხუჭავენ. რა არის სინამდვილე? და ისრაელი ასეთი არ არის. და კიდევ ერთი რამ, რაც უბრალოდ ძალიან მაბრაზებს, არის ის, რომ ანტისემიტიზმი ასე გავრცელებულია დასავლეთში. და ჩემნაირი მაგალითად მე დავიბადე და გავიზარდე ისლამურ ქვეყანაში და მაიძულეს რომ მუსლიმი ყოფილიყავი. და არ შემიძლია ისლამზე საუბარი, იმიტომ რომ მე იმ გარემოში გავიზარდე. მე ვისწავლე ეს, მაიძულეს ამ რელიგიის შესწავლა და როცა რამეს ვამბობ ამ რელიგიაზე, მხოლოდ ფაქტებს, მაგალითად ყურანიდან მოყვანილ წყაროებს. უბრალოდ მეძახიან ისლამოფობს. მაგრამ როცა ისინი ცდილობენ სიძულვილის გავრცელებას და ანტისემიტური შეხედულებების გავრცელებას, არავინ არაფერს ეუბნება მათ. ეს თითქოს ასეა, ვგრძნობ, რომ ისინი საკუთარ თავს აძლევენ უფლებას ასეთები იყვნენ. და ეს არის ის, რისთვისაც ნამდვილად ცდილობ ვიბრძოლო, განსაკუთრებით დასავლეთში, რადგან მე ამერიკაში ვარ. მე ყოველთვის ვიქნები ირანელი ხალხის ხმა. ყოველთვის ვიქნები ისრაელის ხალხის, ებრაელი ხალხის ხმა. იმიტომ რომ ამას ვხედავ და იგივეს ვგრძნობ. მსოფლიომ ჩვენ დაგვაიგნორა. ისევე როგორც მსოფლიო ცდილობს დააიგნოროს ისრაელისა და ებრაელი ხალხი. ამიტომ ყოველთვის ვიქნები ადამიანი, რომელიც ისაუბრებს იმაზე, რაც სინამდვილეში მოხდა და იმ რეალობაზე, რაც მოხდა. კარგი, ამაზე უნდა დავასრულოთ, მაგრამ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ დღეს შემოგვიერთდით და გაგვიზიარეთ ინფორმაცია ირანში მიმდინარე მოვლენებზე. მადლობა.